კი, 100%. კოორდინაცია სპარსეთის ყურის პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია და პაკისტანის დიპლომატიური პოზიციის მზარდი ელემენტია. ესეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი, იცით, ისინი კლავად ძალიან რეგიონული სტაბილურობის მთავარი აქტორები არიან. და პაკისტანს ყველა მათგანთან ძალიან ხანგრძლივი სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობები აქვს. ამჟამინდელ გარემოში ისლამაბადი ფართოდ განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყურის ქვეყნების ხედვებსაც ითვალისწინებს ირანთან ურთიერთობის სტრატეგიაში. ცხადია, ჩვენ აშშ-ს სახელითაც მოქმედებთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ნებისმიერი დიპლომატიური ძალის ხმევა შეესაბამებოდეს რეგიონული დეესკალაციის ფართო მიზნებს და არა მხოლოდ იზოლირებულად მოქმედებას. პაკისტანი ძალიან ეფექტურად მუშაობს უფრო ფართო დიპლომატიური ჩარჩოს ფარგლებში, სადაც ყურის ქვეყნები მონაწილეობენ, ახდენენ გავლენას, აბალანსებენ და მხარს უჭერენ დეესკალაციის გზას, პარალელურად პაკისტანის საკუთარ ინიციატივასთან ამ დეესკალაციის პროცესში. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა რაიმე შეთანხმების მისაღწევად. კიდევ რა შეუძლია პაკისტანს ამ ეტაპზე, რომ გადალახოს ის მნიშვნელოვანი ბარიერები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. გამოიყენეს მათ ყველა ინსტრუმენტი, რაც ჰქონდათ არსენალში. მე ასე არ ვფიქრობ. პაკისტანს ჯერ არ მოუწურავს თავისი დიპლომატიური რესურსები. ის ტრადიციულად მრავალფენიანად უდგება საკითხს, აერთიანებს როგორც ფორმალურ დიპლომატიას, ასევე კულისებს მიღმა მოქმედ მექანიზმებსაც. იქნება ეს ისეთი მონაწილეების ჩართვა, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს ყველაფერი გრძელდება ირანთან პირდაპირი ჩართულობით, ჩვენი სპარსეთის ყურის პარტნიორებთან კოორდინაციაში და ასევე იცით სტრუქტურირებული კულისებს მიღმა კომუნიკაციაც. სამოქალაქო ხელმძღვანელობაში მათ შორის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი და ნისარ ხანი, რომლებიც ცენტრალურ როლს ასრულებენ ამ მიმართულებებში უწყვეტობის შენარჩუნებაში. მე ასე ვფიქრობ, გარდა ამისა, პაკისტანი ეხრდნობა ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტს, როგორიცაა სადაზვერო დონეზე კომუნიკაცია, უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის დიალოგი და იცით ირანთან. ამიტომ ეს არხები ხშირად არის ის ადგილი, სადაც ყველაზე არსებითი პროგრესი ხდება მანამდე, სანამ საჯარო დიპლომატიური ნაბიჯები გადაიდგმება. ასე რომ პაკისტანი ამ მხრივ ძალიან ძლიერია. პაკისტანი ერთადერთი არხია, რომელიც ამ მიმართულებით ამჟამად ირანში მუშაობს. ასე რომ ვიმედოვნებ ძალიან მალე გარღვევას მივახცევთ.